ევროპა, რომელიც ჩვენს წარმოდგენაში არსებობს, ძველ წარმოდგენაში შევეთქვას და ევროპა, რომელიც რეალურად არსებობდა ისტორიულად, ეს ორი სხვა რამეა. ანუ ევროპას აქვს შექმნილი ძალიან ძლიერი ცივილიზაცია, რომელშიც იყო ძალიან მაღალი კეთილდღეობა, ძალიან ძლიერი სოციალური დაცვა და ასევე იყო ორი მსოფლიო ომი, გენოციდები, ომები, კოლონიალიზმი, იმპერიალიზმი, ასე შემდეგ და ფაშიზმი. და ანუ ყველა გენოციდი როგორიც, კუბში აყვანილი. ანუ ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით, პროგრესული არის ევროპიდან თითქმის ყველაფერს გულწრფელი. ბოლო 300 წელს. მაგრამ ყველაფერი ცუდიც ევროპიდან. 300 წელი მოგცენ უფლება, რომ სხვა კონტინენტებზე მონური რეჟიმი დავამყაროთ, ადამიანებად არ ჩათვალოთ, 300 წელი დარწოთ ეს ხალხი, ეს ადამიანები და მე ბოდიში მოვიხადოთ, მაგრამ შევირგოთ ის დოვლათი. ეს არის ევროპის ისტორია, ამასაც უნდა გაუსწოროთ თვალი. ხო და შესაბამისად, ევროპელები მიჩვეულები არიან ეგეთ დამოკიდებულებას რა, რომ ცირა არის არსებობენ რაღაც კარგი კოლონიალური ქვეყნის ხალხი, არსებობს ცუდი კოლონიალური ხალხის ქვეყნის ხალხი. ანუ კარგები არიან, რომლებსაც ვინ არიან კარგები? კარგები ქართველ NGO-შნიკები რა. რომელსაც ანუ შენ ქვეყანაში ყავს კომპანიური ელიტა და არიან ცუდები, კი ბატონო. ანუ ხო რა, რომელსაც აი ახლა მე მაგათაც ახლა ერთი ჩემი ნაცნობი გუშინ წერდა რაღაც ის წერდა რომ აი ევროპელი შეშფოთდნენ და ხაზი კარგად ვიცნობ რა არ დავასახე რა თქმა უნდა კარგად ვიცნობ და თავი რა ახლა ვიცი ამ ადამიანებს მართლა გონიათ რომ არსებობენ რაღაცა არსებობს რაღაცა რასა ევროპული რასა რომელსაც შეიძლება ინტელექტუალურად არაფერად არ ანუ ხო ვიცი ახლა თვითონ რას ამბობს ხოლმე ევროპელებს ხდება ხოლმე ანუ შეიძლება ინტელექტუალურად არ თვლდეს ევროპელებს გვიანები არიან არც ლამაზები მაგრამ აი პოლიტიკურად იქაური ჰაერი სხვანაირად მოქმედებს რა. ამიტომაც არის რომ აი რომ ანუ მე რას ვამბობ, მე ყოველთვის მაქვს ასეთი დისონანსი რა, რომ მე ჩემს სამსახურში რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდი ერთ-ერთ მერის სტრუქტურაში შეხება მქონდა ევროპელებთან. ძალიან არ ვუყვარდი ევროპელებს, საერთოდ რომ ჩამოდიდნენ და მეუნებოდნენ რაღაც სიგიჟეს. და მე როგორც ადამიანი რომელიც მათი ენაც ვიცოდი და მათი ისტორიაც ვიცოდი და ვეუბნებოდი სიდებიდეს ნუ მეუბნები და სიგიჟეს ნუ თუ დახმარება გინდა დამეხმარე ან რჩევა მომეც რომელიც გაუმადგება ძალიან ბრაზდებოდნენ ჩემზე იმიტომ რომ ანუ მანამდე იყვნენ მიჩვეულები რომ მაგალითად ჩემი წინამორბედი დილის 5 საათზე იმიტომ რომ ისინი იყვნენ რაღაცა მოწონდათ დილის 5 საათზე ვარჯიში საჭმელი მიქონდა სასტუმროში და აიმონებოდა და ხო ხდება მე რომ დილის 5 საათზე ვერავის ვერ მივხვდი. ანუ მე რომ ვარჯიშს არ დაიწყებდი დილის 5 საათზე. ახლა ანუ მე ანუ ჩემთვის ეს ხო ანუ შალო ანუ ხო მეც გამარა ჩემთვის რომ ანუ მე რო ცდილობდი რომ მათ რომ მეთქო რომ ჩვენ პარტნიორები ვართ და ჩვენ თუ ხო ნუ ეს არჯეროდა ჩვენ თუნდა ვილაპარაკოთ რაღაც თემაზე რომელშიც მეც მაქვს კომპეტენცია და თქვა საკომუნიკაციო რაღაცა თქვენიც და რაღაცა მე ვიცით ეს მათთვის იყო ძალიან მიუღებელი იმიტომ რომ ეს არიან ხალხი ზოგადად არის რაღაც კატეგორია რომელიც თulis რომ აი შე რო ხარ ქართველი რაღაცის უფლება არ გაქვს ჩვენ მე მაგალითად მთელი ჩემი ბავშვობა და მთელი ჩემი სტუდენტობა უკვე შემდგომი პერიოდი ანუ ევროპელებისგან მივეჩვიე სიყალბეს რომ აი ხა მაგალითად რომ ეს სულ აი ხა ტელევიზორში ვიყურებ და ევროპელი აი თქვენ ხართ დემოკრატიის აკვანი ხა ხო აი ხო რატომ მატყუეთ რა ან დაუშვათ მივეჩვიეთ რომ რომელიღაცა ელჩი ქართულად ორ სიტყვას რამე სიტყვა და მთელი ქვეყანა აი კლობინებს სიხარულით კი ბატონო და ოღონდ რაღაც მომენტში ეს გაქრა და უცებ ხედავ რომ გერმანელი პოლიტიკოსი მეუბნება რომ რა ჩემ ფეხებად გინდათ მართლმადიდებლობაო ხო გერმანელი თან გეი თან ახლა მე ადამიანს რომელიც ატესტა ნერვები მომეშალა რა რატო აბძოლევ თავს უფლებას შენ ვიღაცა ეკლესიის უარყოფით როლზე რომ ჩემს ქვეყანაში მე გადამიწყვიტო რა შეიძლება მე მინდა